თემას ჩვენ განვავრცობთ ნინო კალანდაძესთან ერთად, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ის არის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მადლობა მას სტუდიაში მოსვლისთვის. ნინო, არ ვიცი როგორ კომენტარს გააკეთებთ ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ წარმოადგენდეთ, მაგრამ რა კი ხართ თავისუფალი ექსპერტი ამ ეტაპისთვის. არის თუ არა და იყო თუ არა მოსალოდნელი, მოდი ასე დავსვათ კითხვა, რომ შეიძლებოდა პირველივე ნაბიჯებში ტრამპს გამოევლინა ასეთი მძიმე დამოკიდებულებები უკრაინის მიმართ და ასეთ ლოიალობა რუსეთის მისამართით. იყო თუ არა ეს მოსალოდნელი? საღამოშვიდობის ნინო, ვისარგებლებ იმით, რომ არ მაქვს ოფიციალური სტატუსი და მეც ვეცდები სიტუაცია შევაფასო იმ განცხადებებით და იმ ქმედებებით, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, ხომ, ის რასაც ვაკვირდებით და ეს ორ ეტაპად იყოფა. პირველი ის, რაც დონალდ ტრამპმა წინა საარჩევნო პერიოდში და მისი გუნდის წევრებმა რა განცხადებებიც აკეთეს უკრაინასთან მიმართებით და ასევე ევროპასთან მიმართებით თუ ნატოს მომავალთან დაკავშირებით და უკვე მას შემდეგ რაც მან ოვალური ოფისი დაიკავა და შემდგომ ნაბიჯებზე გადავიდა და განცხადებები და მათ შორის პრეს-რელიზები, რომელიც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მიმდინარეობს. მოლოდინები ყველას უნდა ქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპს საკმაოდ ხისტი პოზიცია ექნებოდა ევროკავშირთან მიმართებით. როდესაც წინა საარჩევნო პერიოდში ის საკმაოდ მკაცრად და მკაფიოდ საუბრობდა იმაზე, რომ თუ ნატო სადღაც რამე ფორმით უფრო მძლავრად უნდა მონაწილეობდეს, მაშინ ამაში ევროკავშირის მონაწილეობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობა და წილი ბევრად უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო ვიდრე ეს აქამდე და რომ ევროპა ვთქვათ არ უნდა იყოს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებზე დამოკიდებული და მის ასე ვთქვათ ცალმხრივ სიძლიერეზე დამოკიდებული. რაც შედარებით მოულოდნელი აღმოჩნდა და მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ჩანს მიუნხენის კონფერენციის ფორმატისთვის იყო საკმაოდ რადიკალური ცვლილება მათ შორის ამ პოზიციებში, როდესაც მან პრაქტიკულად განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსიდან ის პრაქტიკულად დისტანცირებას მოახდენს იმ კონტექსტში, რომ ევროპის კონტინენტზე დღეს ცხელი ომი მიმდინარეობს. ანუ გულისხმობ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა, რომ შესაძლოა ტრამპმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ბალტიის ქვეყნებიდან გავიდეს, შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მონაწილეობა ამ ფორმით საერთოდ არსად არ იქნება და თუ სადმე იქნება, ეს უნდა ევროკავშირმა თავის თავზე აიღოს. ეს ვთქვათ, სიტუაციური მოტრიალება არის შედარებით ახალი, შესაძლოა საწყის ეტაპზე კამპანიურად გაჟღერებულა, მაგრამ არა ასე პირდაპირ, ამიტომ აღმოჩნდა ეს ევროპელი ლიდერებისთვისაც საკმაოდ მოულოდნელი განაცხადი, რაც უცნაურია არის რბილად რომ თქვა უცნაური არის ის განცხადებები რომლებსაც ჩვენ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვისმენთ ფაქტს ან თვითონ ფაქტი შეხვედრის ფაქტი ის რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ის პოზიციონირებს როგორც მომრიგებელი და მედიატორი მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ერთ მხარეს აძლევს შესაძლებლობას რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ამან გააჩინა ერთგვარი კითხვები მაგრამ ეს კითხვები მოხსნა თავისივე განვარტებამ ამ შეხვედრის შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ ზელენსკი პრაქტიკულად უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს და შესაბამისად მისი ადგილი საერთოდ არ არის. ხო, ეს ალკე საკითხი ამას დაუბრუნდეთ ჩვენ ამ საკითხს, მაგრამ ის რაც ცოტა ხნის წინ მან თქვა ზელენსკიზე, ხომ, რომ ის არის მასხარა, ხო? წარმატებული. დაურთო ეს და დიქტატორი, რომელსაც არ ქონია არჩევნები. ეხლა ეს უკვე ცდება შესაძლო მოლოდინებს ყოველ გვარს მე მგონი და ეს არის თორე გამოწვეული იმით რომ ზელენსკი მას ამ ეტაპისთვის უკვე უწევს ფრთხილ მაგრამ ძალიან პრინციპულ წინააღმდეგობას. კიდევ ერთხელ ყველა შეფასება ამ ეტაპისთვის იქნებოდა სპეკულაციური და ამდენად არსებობს რამდენიმე შესაძლო ვერსია, რომელიც განიხილება, ხო? გარკვეულ ექსპერტულ წრეებში საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა მისი განცხადებები განსხვავებული აღმოჩნდეს მისი ქმედებებისგან, ვინაიდან მას ახლა გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რუსეთი რაღაცნაირად მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას და შესაბამისად გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადოს, რომ რუსეთი ვთქვათ, შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე დაიყოლიოს, რომელიც მას შესაძლებლობას მიცემს ამ პროცესში
პროცესში მედიატორი განიხილება ასეთი ვერსიებიც, ვინაიდან მას აქვს ამბიცია იმისა, რომ ამ პროცესში მართლაც შედეგი იქონიოს და ამისთვის მას ამ ეტაპისთვის ჭირდება ძლიერ მოთამაშესთან, ვთქვათ, რაღაც პოზიციების მოგება და ალიანსივით გასაგებია ეს, მაგრამ მეორე პოზიცია, რომელიც ასევე მეორე ვერსია, რომელიც ასევე დღეიდან განიხილება როგორც ასეთი და საკმაოდ საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, არის ის ვერსია, რომელსაც ამ წუთას ოფიციალური კიევი და ზელენსკი აცხადებს, რომ ის მართლაც არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, სინამდვილეში რა ვითარებაა უკრაინაში, სინამდვილეში რა ვითარებაა. ის ფლობს ინფორმაციას რუსული წყაროებით, მართლაც ინფორმაცია ქსელშია. ეს გააჩენდა ეჭვებს, რომ მისი ინფორმაციის წყარო ხომ არ იქნება მხოლოდ საჯარო წყაროები, რომელსაც თქვა რუსეთი შეავსებდა თავის დეზინფორმაციულ გზავნილებით, ეს აჩენს ეჭვებს, რომ ის მოლაპარაკების პროცესში იმყოფებოდა უკვე რუსებთან და ცალმხრივად მოლაპარაკებას აწარმოებს, თუ ცალმხრივად დიალოგს აწარმოებს რუსეთთან და მხოლოდ რუსული მხარის ინფორმაციას ფლობს, რაც თავისთავად მედიაციის ყველანაირ პრინციპს დაარღვევდა. ეს გაპრეზიდენტების შემდგომი არამედ როგორც ჩანს უკვე როგორც ჩანს ეს მანამდე უკვე არსებობდა, იმიტომ რომ ციფრებს, რომელსაც ის ასახელებს, რომელიც ჯერ ერთი უბრალოდ ფაქტობრივად არასწორია და მეორე 4% და რაღაც რეიტინგებზე საუბრობს, ჯერ ერთი თუ ამბობს, რომ ჩატარებულა საერთოდ არც გამოკითხვები და ომის მდგომარეობაშია და საერთოდ არ ვიცით იქ ველზე რა სიტუაციაა, მაშინ შესაბამისად არც არავის ჩაუტარებია, ამიტომ ტრამპს ვერ ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რა რეიტინგით სარგებლობს. ზელენსკი თუ არა, ვინმეს მიერ მისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია და როგორც ჩანს ეს არის მოსკოვი ამ სცენარის გათვალისწინებით, ვთქვათ, იმის პერსპექტივა არსებობს, რომ როგორც ახლა კიევი ითხოვს, რომ გაგვესაუბრე და ჩვენ ვერსიას მოგაწოდებთ, რაც არის მედიაციის საფუძველი, რომ ორივე მხარის პოზიციები ნეიტრალურმა მედიატორმა უნდა. ასე ჩანს, ხომ? ტრამპი როგორც ჩანს შეხვდება ჯერ პუტინს და მე იმედი მაქვს, რომ იქნება ვაშინგტონში მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მიიღოს ზელენსკი როგორც კიევის ოფიციალური წარმომადგენელი, იმიტომ რომ ის არის ოფიციალური წარმომადგენელი. ისეთი ნიადაგი მზადდება, რომ თითქოს და მიღების საფუძველი შეიძლება არ კონდეს. ამ ეტაპზე მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს ის თავს ირიდებს ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრისგან, მაგრამ ის რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ინიშნება კიევში, რომელიც ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას ჩამოიტანს უკვე არა მხოლოდ ვთქვათ ზელენსკისთან დაახლოებული ოფიციალური პირებისგან, არამედ რეალურად შეაფასებს სიტუაციას, რომელიც იმ სურათს გადასცემს მას, რაც შესაძლოა მოსკოვიდან სულაც არ მიდის სწორი გზები. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი, მისი ციტატა მინდა წავიკითხო ახლა, რა თქმა უნდა, ომი უკრაინას არ დაუწყია, რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%, რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ძალადობრივ შეჭრას განიცდის, არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ტრამპის განცხადებები მიზნად ისახავს არა ისტორიულ სიზუსტეს, არამედ ევროპელების შოკირებას, რათა მათ გამოიღვიძონ. ესეც რაღაცა უფრო პოზიტიური კონოტაციის შემცველი. ბორის ჯონსონი, როგორც ბევრი მათ შორის საქართველოში ხო ყავს ტრამპისტები თუ ტრამპის გულშემატკივრები თუ მისი პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილები, რომლებსაც ასევე დღევანდელი მდგომარეობით ბევრი არგუმენტი გამოეცალათ მის დასაცავად, მაგრამ ბორის ჯონსონი არის ის პირი, რომელიც საკმაოდ პოზიტიური და ლოიალური განწყობით გამოირჩევა დონალდ ტრამპის მიმართ და ამიტომ რომელსაც ძალიან უყვარს პერსონალურად ზელენსკიც. ეს აუცილებლად უნდა ითქვას, უკრაინის დიდი მეგობარია, ემოციურ დონეზე, არამედ საქმიან დონეზე. მისი მეთაურობით დიდი ბრიტანეთის როლი გამსაზღვრელი იყო იმაში, რომ უკრაინამ წარმატება იქონია ამ 3 წელიწადშიც, რომ საერთოდ გადარჩა და საერთოდ ამ ეტაპამდე მოვიდა და პუტინმა ვერ შეძლო თავისი მიზნების სისრულეში მოყვანა საწყის ეტაპზე. ბრიტანეთის პოზიცია იყო ძალიან კაფიო და ძალიან სწრაფი და მათ შორის უფრო სწრაფი, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, ოფიციალური ბერლინიდან თუ ოფიციალური პარიზიდან. შეიძლება გაუნეიტრალდეს საკუთარი იმედები, როგორ ფიქრობთ თქვენ? მაგრამ მე ვუშვებ მოდით დაშვების გარეშეც უნდა ვთქვათ, რომ ეხლა არის ის ვითარება, რომ ჩვენ როგორი ინტერპრეტაციასაც არ უნდა დაუქვემდებაროთ ტრამპის განცხადებები თუ ქმედებები, ფაქტი არის სახეზე. ევროპას ახლა ჭირდება ძალიან კონსოლიდირებული და ქმედითი პოზიციები. ეხლა მოცემულობა არის ასეთი, რომ უკრაინა ამ ომში მარტო ფონს ვერ გავა, ეს არის შემდგარი ფაქტი. ამავდროულად უკრაინას აქვს კარგი შესაძლებლობები იქონიოს წარმატება ამ ომში
ევროპის მხარდაჭერით, იმიტომ რომ ევროპა ამერიკის თანამონაწილეობის გარეშეთაც არის საკმაოდ მდიდრულად აღჭურვილი როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. უბრალოდ მათ ახლა ჭირდებათ პოლიტიკური ნება და ერთსულოვნება, რომელიც ამ ეტაპზე და აქამდე მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის პრობლემა იყო ევროპის კავშირის ქვეყნებს ფორსირებულ რეჟიმში, იმიტომ რომ ტრამპი ყოველდღიურად ახალ ნაბიჯს ძალიან ჩქარა სწრაფად მიდის. მოუწევთ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის დედაქალაქებში დღის მდგომარეობით ყველაც მე არ ვიცი აცნობიერებენ თუ არა თავის წვლილს და შესაძლოა ბრალეულობას იმისა რომ 2007 წელს ბუქარესტის სამიტი არ გაითვალისწინეს, რომ 2008 წელს საქართველოს ომი არ გაითვალისწინეს, რომ 2014 წელს რუსეთ-უკრაინის შეჭრა და მისი ანექსია არ გაითვალისწინეს, რომ არ მოусმინეს პუტინის განცხადებებს, რომ გააგრძელეს მასთან ჩვეული ურთიერთობები, რომ ვაშინგტონმა 2009 წელს სრულად გაუმართლებელი რუსეთის პოლიტიკა დაძრა ჯერ კიდევ დემოკრატების პირობებში, მაგრამ რაც გარანტირებულად მათ ცნობიერებაში დღეს აშკარად იკვეთება, არის ის, რომ უკრაინა ახლა არის მხოლოდ შუალედური რგოლი ამ ცხელი ომის ფაზაში და რომ შემდეგი სამიზნე არის რეალურად უკვე დასავლეთ ევროპა, არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპა, არამედ ევროკავშირი, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნების გათვალისწინებით მისამართით ჩვენ რამდენიმე თვის წინ ნახეთ გერმანიის სახელმწიფო დაზვერვის განცხადება, სადაც ძალიან კაცრი და მკაფიო პროგნოზები გაკეთდა იმის თაობაზე, რომ ყველა დაკვირვება ცხადყოფს იმას, რომ რუსეთი ემზადება ევროპაზე იერიშის მისატანად, რომ 2029 წლისთვის ის მზად იქნება ევროპის ინფრასტრუქტურა შეარყიოს და როგორც ჰიბრიდული, ისე სამხედრო თვალსაზრისით ის ამისთვის დღეს უკვე ემზადება, ხოლო საპირწონედ დასავლეთი ამ ნაბიჯებს არ დგავს. ჩვენ ვნახეთ ნატოს ახალი გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც პრაქტიკულად იდენტურ პოზიციებზეა, რომ საბოლოო სამიზნე ამ შემთხვევაში იქნება ევროპა. ამიტომ და მით უმეტეს თუ მართლაც ისრულეში მოიყვანა ტრამპმა მისი წინასწარი განცხადებები, რომ შეიძლება ბალტიისპირეთის ნატოს წარმომადგენლობებიდან ამერიკის ჯარი უკან გაიყვანოს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ევროპა ამ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის პირისპირ რჩება და ევროპა იქნება ეს პატარა ძალა, თუ კი კონსოლიდაცია მოხერხდება, ეს არანაკლები პრობლემა იქნება თავის ტკივილი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი უკრაინისთვის. ამას დიდი კონტექსტი აქვს კიდევ ჩვენ უბრალოდ დღევანდელ ფორმატში ვერ მოვახერხებთ, რომ დეტალურად გავაანალიზოთ. იგივე აზიური ნაწილია კონფლიქტის, ჩინეთი, ტრამპი, აქ რუსეთის როლი, მაგრამ მაინც მინდა ბოლოს ვიკითხო სიხარულის რა მასშტაბები ეწვია აი ამ განცხადებებით, როგორ ფიქრობთ ახლა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება თუ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც დღეს ეს დემოკრატიის დაცვის მოძრაობა საკმაოდ ძლიერია საქართველოში, მთლიანად იყო დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებდა დასავლეთთან მიმართებით რუსეთი თავის პოზიციების გამყარებას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ პერსპექტივიდან, რომ დღეს ტრამპის წყალობით რუსეთი თავის პოზიციებს უკრაინასთან მიმართებით ინარჩუნებს და იძლიერებს, მაშინ ცხადია, რომ მათ სუბიექტურად აქვთ სიხარულის საფუძველი იმ გადმოსახედიდან, რომ მათი მოკავშირე, მათი ძირითადი არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ მათი საყრდენი ძლიერდება. იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულია, სუსტდება მოსკოვი, სუსტდება ივანიშვილი, ძლიერდება ივანიშვილი, პუტინი განცდა აქვს, რომ ივანიშვილისთვისაც უფრო ხელსაყრელი პირობები დგება. მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა მაინც განსხვავებულია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ივანიშვილით თუ ივანიშვილის გარეშე ყველა შემთხვევაში იმისთვის, რომ მას გრძელვადიან პერსპექტივაში, თუნდაც დიქტატურაში გადარჩენა შეეძლოს, მას დასავლეთი ჭირდება. ამიტომ ადრე მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება და მხოლოდ მოსკოვის კეთილგანწყობის და კეთილდღეობის იმედად ყოფნა არც დიქტატურულ რეჟიმს ივანიშვილის პირობებში გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას არ მოუტანს. ამიტომ ეს მარტივად რომ ვთქვათ, დალაგების, ტრამპთან დალაგების საკითხი, როგორც მას წარმოუდგენია, ან როგორც მას სურს ამ ეტაპზე
ეტაპისთვის ჯერჯერობით პერსპექტივის შემცველი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი თქვა უკრაინაზე თავის მოსაზრებებს გამოხატავს. მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილოა, რომ ახლა უშვებს იმას, რომ ტრამპი და პუტინის მოლაპარაკების დღის წესრიგში საქართველოს ამ ეტაპზე რამე სტრატეგიულ მნიშვნელობას მოლაპარაკებების ამ სტადიაზე გამოვრიცხავ. მე ამ სვითარებას განვიხილავდი შესაძლებლად მაშინ თუ რუსეთი ახლა უკრაინის დათმობებზე ისაუბრებდა, მაშინ დავუშვებდი, რომ საქართველოსა და რეგიონის ხარჯზე შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ დასავლეთისგან გამოივაჭროს რეგიონში, ასე ვთქვათ, თავისი კაცი. მაგრამ ეს ასე არ არის. დღეს ევროპას ეუბნება პუტინი, სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული სისუსტე იგრძნო მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხრიდან, რომ ევროპას დღეს ის ეუბნება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მე არ მოგცემ ჯარების განთავსების უფლებას, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვა, იმიტომ რომ მე ახლა უკრაინაში ვარ შეჭრილი. ამიტომ კი ამ ეტაპზე არ ყოველი საათი ამ პროცესში როგორც ჩანს ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი და ჩვენც კიდეც უნდა დავაკვირდეთ და სამწუხაროდ რაგიღა აქტიურობს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლება არანაირი მიმართულებით რომ საკუთარი ინტერესი ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მოგვიწევს საზოგადოებას ვაკეთოთ ის რასაც ამ დრომდე ვაკეთებდით. ნინო კალანდაძე იყო ჩვენთან სტუდიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჭავჭავაძის ცენტრს წარმოადგენს ის ახლა.